კანონებს ნაკლებად ემორჩილებიან. კანონი მათთვის მხოლოდ ის არის, რასაც გონება კარნახობთ. დაწესებულებაში, სადაც თითქოს და ყველაზე მეტი ხმაური უნდა იყოს, ხშირად უჩვეულო სიჩუმეს უფევს. აქ ყველას თავისი სამყარო აქვს, რომელსაც განსაკუთრებული თვალით უყურებენ. ეს კარები კი ორ სამყაროს ერთმანეთისაგან ყოფს, ორ პირობით სამყაროს. თუმცა აქაც ისევე ჩვეულებრივად მღერიან. პოეზიას ეტრფიან. Но в моей несчастной доле, хоть каплю жалости храня, вы не оставите меня. და არც ერთმანეთის სიყვარული ავიწყდებათ. Я ко всем отношусь очень хорошо. Мы болеем, но мы друг друга любим. В трудную минуту Бог сказал, надо быть рядом и помогать друг другу. თუმცა მათი თვალიდან გადმოვარდნილი ცრემლი ისეთივე გულწრფელია, როგორც მათი სიტყვები. ვინ ყავთ გარეთ? ვინ გელოდებათ? დედაჩემი. ერთი მოშორე ესე წავიდეს რახში. თინა უკვე მეხუთე თვეა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. ქსოვა მან ბავშვობაში ისწავლა. ამბობს, რომ ეს პროცესი ნერვებს უწყნარებს და წარსულს ახსენებს. ეს ოთახი მათთვის სპეციალურად შეიქმნა. სკოლაში რო ვისწავლე, ის მე სულ ჩემ კაბინეტს კურსები მეცა მოგსოვები. სულ აკამოვა ერთი ზემაქვს. შაფიქრებული და ნახოთ რა გამოვა. ამ ოთახში პაციენტის ხელით შექმნილი ისეთი ნამუშევრებია, რომელიც მრავალი ქვეყნის მუზეუმსა თუ გალერეას დაამშვენებს. საავადმყოფოს დირექტორი ნუკრი მიქავა საუკეთესო ნამუშევრების სპეციალურ გამოფენაზე გატანას აპირებს. ესენი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათ თავიანთი სამყარო აქვს და ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივ რაღაცას ქონია. ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთი სიბრტყიდან შეხედა მას როგორც ქანდაკებას, მას იმ კუთხიდან უნდა უმზიროს, საიდანაც უკეთესად იმზირებ. ამიტომ მე ყველანაირად ვცდილობ იმისათვის, რომ ამ ადამიანებსაც კარგი კუთხიდან შეხედოს საზოგადოება. არ ხატავენ და მღერიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ხშირად უბრალოდ მზეს შეყურებენ. იქნებს სითბოს, რომელიც მათ ყველაზე მეტად აკლიათ, ამ ფორმით ღებულობენ. ალბათ ეს განასხვავებთ მათ დანარჩენი სამყაროსაგან. საღამოს კი ყველანი თავიანთ ოთახებს უბრუნდებიან. ოთახებსა და უსაზღვრო ფიქრებს, რომლებთანაც ყოველთვის მარტო რჩებიან.